დღევანდელ ვიდეოში ნახავთ ნაზგულის აკადემიურად სწორი შეფასება. ხეცია ხალხო, ხეცი, ნადირი. ჰაგრიდი ლანძღავს ბათუმელ კოღოებს. ბათუმელი კოღოები? მე არ ვიცი სმაო რა. თბილისელი კოღო ეგეც კი არ იკადრებს. ჰაგრიდი ნანობს რომ გახდა ბლოგერი. ჩემი ბრალია მე რო გავხდი ბლოგერი, ანუ ბლოგერებოდა. ჰაგრიდი აღიარებს რომ გენიოსია. ეუნები ბიჭო, გენიოსი ვარ. ამ საქმეში ვარ პროფესიონალი. ჰაგრიდი კარგავს თავს. ჩემი თავი დავუკარი, სად არის? ჰაგრიდი გწევთ გვერდით. შენ არ უნდა მეფარებოდე ჩემო კარგავი და გამოგწე მოდი გვერდით. ეს და კიდევ მრავალი სხვა ჰაგრიდეჩის დღევანდელ განხილვაში. და გამოვედი გარეთ, როგორც იქნა, ზვდაერი. მოვედი რომ დავტესტოთ ნაზგულა, დავტესტოთ პოკეტი და დავტესტოთ კობრა 4. ძალიან მაგარი არის ხოთა შორის. ეს კომპლექტაცია ხა რაც ჩამოვთვალე არის ჩემი მომხმარებლის და მან შეუკვეთა ჩემთან და თავისუფლად მივაწოდებთ მალე, ოღონდ აუცილებლად დავტესტოთ უნდა. მნიშვნელოვანია ჩემი აზრით დრონების დატესტვა. თუ არ არის ლაპარაკი ხა მცირე დრონებზე, იქ ძალიან რთული არის რაღაც შეცდომით იყოს და ამ დიდ დრონებზე მე მაგალითად მირჩევნია დავტესტო და შემდეგ მოგაწოდოთ კარგად უკვე გამართული, დაყენებული შიგნით fail save-ებით, დაყენებული თავისი პირდების, ну მოგეთ ყველაფერი რაც საჭირო არის რომ მზად იყოს. დღეს ახლა დავტესტავთ, ცოტა სინემატიკსაც გადავიღებ. დიდი ხანი არ გადამიღია GoPro-ს სინემატიკი, მაგრამ დღეს გადავიღებ. ასევე დღეს უნდა დავტესტო რეალურ სივრცეში უკვე აი ეს chest rig-ი, ეგრეთ წოდებული. მაინტერესებს თუ როგორი მოქმედებს. უკვე მომწონს, ყველაფერი კარგად არის ჯერჯერობით. ეს chest rig-ი არის ბიუჯეტური ვარიანტი იმის, სადაც მაგალითად ყიდის თუნდაც ETX-ი, რომელიც საკმაოდ ძვირიანად ყიდის. მე კი აფათმია ჩამოვიტანა რაღაც საინტერესო შემოთავაზებები. მაგალითად ეხლა ამას აქვს სამი ძალიან კარგი ჯიბე. პირველში მიდევს საფულე და გასაღები. ფრინავებისთვის რომელიც დიდხანს დაფრინავენ და არა მარტო დიდხანს დაფრინავენ, ზოგადად დაფრინავენ, power bank-ი, რომელიც არის ძალიან კაი ადგილას, იმიტომ რომ წყალგამომტარი არის მეტნაკლებად და შეგიძლია ამოუშვა ეს კაბელი და შეერთებ შემდეგ სათვალეზე, როდესაც თავზე გაიკეთებ. ეს ძალიან დიდი პლუსია, რომ იცოდეთ. აი, შევაერთე. კაბელი რა თქმა უნდა შემიძლია დავამაკლო, დავაგრძელო რამ ხელაზეც მინდა, ხელი არ შემიშალოს. ესე. მარტივად მოძრაობს ზემოთქვემოთ. ნუ სათვალისთვის ეს კაბელის ჩასადენი მოკეთ, ეს ძალიან კაი რაღაც არის, დამიჯერეთ, გამოცდილება მალაპარაკებს თავიდან ბოლომდე. და ასევე გვაქვს საკმაოდ დიდი სივრცე ბატარეებისთვის, მინიმუმ 3 ბატარეას ჩადებ, მეტი შეიძლება რა თქმა უნდა. საკმაოდ დიდი სივრცე არის, სიმართლე გითხრათ, ბევრი რაღაცის ჩამატება შეიძლება აქ. ასევე დღეს საფრენად გამოვიყენებთ Ovonic-ის 1400 მAh-იან ახალ ბატარეებს, ესეც ასევე ჩემი მომხმარებლის არის, მან შეიძინა. ანუ ყველაფერი რასაც ახლა ვიყენებთ არის მთლიანად მისი, გარდა ამ chest rig-ისა რა. და ვფიქრობ უკვე შეიძლება დავიწყოთ ფრენ. აჰო, პულტი აქვე არის ჩამოკიდებული ზეთ. აქვს საკიდე ოთახ ჯერჯერობით, ძალიან კუსტარულად მაგაკეთებული. ჩვენ ნაზგულას აქვს GPS-იც, ძალიან კარგი GPS სხვათა შორის. უნდა დავტესტოთ ჯერჯერობით უბრალოდ ფრენა. მოხსნათ მოდი კამერას ბაჟენ. უნდა დავტესტოთ თავად ფრენა, როგორი ფრენ, ცოტა წავაფრისტაილებთ, ასევე დავტესტავთ fail saves, ну უბრალოდ GPS rescues და შეიძლება ცოტათი long range-ით მოვწყოთ, იმიტომ რომ სპეციალურად მაგისთვის ავაწყოთ ერთი ბატარეა, რომელსაც მეტნაკლებად long range-იც იქნება შესაძლებელი. მაქვს სხვათა შორის პროპელერები long range-ისთვის, მაგრამ ვფიქრობ სამიანებით ვცადო, იმიტომ რომ დასაწყისისთვის ეს ბევრი გამოცვლები და რაღაცები არ ესიამონება თვითონ მომხმარებელსაც მე ვფიქრობ და რაც არის იმით ვიხელძღვანელებ ამ ეტაპზე. და აი ისიც შეერთების მომენტი. მოდი ჯერ ბატარეას დავუმაგრებ ლამაზად, კარგად. გადავუჭიროთ კარგად ძლიერად. გვახსოვს, რომ ეს კაბელი ყოველთვის არის, აი ასე შიგნით, არ დაგვავიწყდეს. ეს არის ესეთი საწყისი რიტუალი, რომ ეს თუ იქნება ძალიან მოშვებულად, პროპელერებამდე ჩავა, თუმცა იმის მოკლეა საკმაოდ და შეიძლება ვერ ჩავიდეს, მაგრამ თავარი არის, რომ იყოს გაკვეხებული სადმე, რომ არ იმოძრავოს იქეთ-აქეთ. მოკლედ, წავიღებ ახლა შევაერთებ, დავდებ. იმედია კადრში სწორად ჩანვა. იმედია კი არა, ცოტა განუსახლელია კიდე. გაჩერდი მაქან. ანტენა დაჭერილია, ყველაფერი ადგილზეა. თავისუფლად შეგვიძლია გავუშვათ. ხეცია ხალხო, ხეცი, ნადირი. და მოდი გავათამაშოთ სიტუაცია, ვაიმე ვეღარ ვხედავ დრონს და ვთავ სახში დაბრუნებას. სად არის? ავიდა მაღალზე. ეს უკუღმა იყო ჩართული ამდენი ხანი. აი აგერ არის. იმედია თავში არ დამეცემა. ძალიან კარგად ეშვება, ბიჭო, ხო არ გადა. კარგია, ვიდი. საღოლ. ბიჭო რაკდა. ასე იდეალურად დავждარიყოს დრონი fail save-ზე მე არ მინახია. შოქში ვარ. არ გასაგებია ხა მეც მაგრამ დავაპროგრამე, მაგრამ საღო მომწერეთ იყიდეთ თუ გინდათ უმაგრესი დრონი
უმაგრესად დაპროგრამებული, უმაგრესი ჰაიდედის მიერ. ზოგადად როგორ ხდება რა? დრონი აფრინდება ჩვეულებრივად, მოვა, შენ თავზე ახლომახლოს გაჩერდება, დაიწყებს დაშვება და რაღაც 5 მეტრზე, 4 მეტრზე გააჩნია რა. თითიშებ. მაგრამ ამას იზენდათ კარგი GPS-ი აქვს. რომ ჯერ ერთი ნახეთ. პირველ რიგში ეს არის აფრენის ადგილი. აი ზუსტად აქედან აფრინდა რა, home point-ი აქვს აქ და დაჯდა აქ. ეს FPV-ისთვის არის ძალიან მაგარი, იმიტომ რომ არც კომპასი აქვს ამას დამატებით და არც არაფერი ისეთი რა, განსაკუთრებული GPS-ის ერთი მოდული. შეგიძლიათ მაღიაროთ როგორც პროფი, ბატარეა ძალიან მაგარი, დრონი ძალიან მაგარი. და ეხლა მაგარ ანტენებს დავაყენებ ამაზე, რომ შორსაც წავიდეთ. საღოლ, ნაზგულ. განხუთვა გახსნილი არის უკვე, მაგრამ არ ამომიღია. პირველ რიგში ხდება დამატებითი სტრაპი, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ. რაღაც დაინტერესოა. უბრალოდ ნახოთ. ბატარეა რო კარგად იყოს მიწებებული, ეს ძალიან კარგი პლუსია, ჩემსაც ეგეთი რაღაც არ მოყოლია. გვაქვს ძალიან მაგარი ანტენა, ეს კარგი ფორმა არის, სიგრძე ყველაფერი იდეალური არის, ზუსტად freestyle დრონისთვის. განკარგია. სამაგრე ზემოთ რომ ბატარეა თბილად იყოს და არ სრიალებდეს, რა თქმა უნდა, ამასაც დავამაგრებთ. ეს ძალიან მაგარი არის, ეს იმისთვის არის, რომ GoPro-დან სხვა action კამერას დავამაგროთ. ძალიან კარგი არის ეს, რომ მოყვება. ჩაულებრივი სამაგრები პროპელერებისთვის. და 4 წელი პროპელერი, ეს არის Gemfania. არა, iFlight-ის შიდა წარმოების პროპელერები, რომლებსაც აუცილებლად დღესაც დავამაგრებთ, თან დავაპროგრამოთ უნდა, GPS rescue უნდა გავაკეთოთ, მოკეთ ბევრი რაღაც უნდა გავაკეთოთ. რაც შეეხება ნაზგულს თავად, ძალიან მაგარი არის, ბევრი გაუმჯობესებები გვაქვს. ეხლა ამოდი ამოვიღოთ. მოიცა ქვემოთ ნახოთ რა არის. თვითონ დრონიც რა თქმა უნდა შეფოთული არის ღირსეულად. სტიკერები, ეს ჩინური რაღაც ინსტრუქციები და ეს საკითხავი რაღაც კიდევ დამატებით disclaimer and safety guidance. Okay, ესენი არ გვინა, ესენი დავტოვოთ აი აქ. ეს ძალიან კარგი არის, მაგრამ რაღაც კრიტიკული მნიშვნელობის არ არის. Side Brunau's სტოკში მატორები. ხო, როგორც გითხარით, ეს არის ELRS GPS ვერსიით, თავის GPS-ით, iFlight-ის ძალიან კარგი GPS-ი აქვს. დიაში როგორც ვიცი, კარგად დამაგრებული არის, ყველაფერი ამას ცოტა დაუჭერო, არ იმოძრავას ასე მარტივად. ELRS ანტენას ხედავთ, აქ უკვე არის ვიდეო ანტენა, მოდი ბარებს შევაერთოთ, თუ არ დაგვავიწყდეს. მოკლედ, მცირე манипуляციების შემდეგ დავაკავშირე პულტი და დრონი, ღილაკებს მივუთითე თავისი დანიშნულებები და ეხლა უნდა დავტესტოთ მისი მუშაობა. ნახოთ. Telemetry recovered. მატორები მუშაობს. ბიპერი მუშაობს. იდეალურად არის დაყენებული ყველაფერი. მცირე ვიბრაციაც კი არ არის, საერთოდ არანაირი, ძალიან მაგარია. სტრიპინაც ძალიან კარგად მუშაობს. რეჟიმებიც ირთვება. Flip over after crash. ასევე იდეალურად მუშაობს. მოკლედ. ხელებს წევ. ვერ ხედავთ, მაგრამ აი ზემოთ ავწია ხა ხელები. დრონი არის აი იდეალურესი. და იმახსოვრეთ, რომ პროპელერების გადაჭერისას ძალიან მოიკლავთ თავს, არ გაიგიჟოთ, არ გადაირიოთ. ზედმეტად დიდი დაჭიმულობა დაწოლა, შეიძლება პირიქით დააზიანოს პროპელერი. კი უჭერთ კარგად, რა თქმა უნდა, მაგრამ არა რადიკალურ რაღაც გაგიჟებამდე და მაზოხიზმამდე. თუ გსურთ შეიძინოთ მსგავსი დრონი თქვენს, მსგავსი ძალიან მაგარი დრონი, მოგწერეთ, აი აქ, მული იქნება ან აღწერაში მოგძებნეთ, შევძლებთ ყველაფერს, რაც შეიძლება იყოს საჭირო, იქნება ეს პულტი, იქნება ეს დრონი, ბატარეა, სათვალე, თუნდაც ასეთი მსგავსი რაღაცა პროპელერების დასამაგრად თუ ასე შემდეგ. ამიტომ გელოდებით. წესი ნომერი 1, გადამცემის ანტენას არადოს არ ახსენეთ თუ ის გადამცემი ჩართულია, მაგრამ მე ხომ მოვხსენი ახლა ანტენა. რატომ მოვხსენ? მარტივი პასუხი არის ის, რომ ეს არ არის გადამცემი, ეს არის მიმღე. სათვალეზეო. სიმძლავრე მოდის დრონიდან ამ შემთხვევაში, როცა ვიდეო გადაცემაზე ვსაუბრობ. თუმცა, თუ ვსაუბრობთ პულტზე, მაგ შემთხვევაში გადამცემი არის პულტი, იმიტომ რომ მას აქვს სიმძლავრე. დრონზე მიმღები არის, ძალიან პატარა რაღაც არის და აი ასე უნდა ვიყო, რომ ვიყურებოდე წინ. მაგრამ წინ რომ ვიყურებოდე, შენ არ უნდა მეფარებოდე ჩემო კარგო, ამიტომ გამოგწე მოდი გვერდით. და მეყურე გვერდიდან. ეხლა კი ცოტა წავალე long range-ოთ, შეძლებს დაგვარად 20 ამბავი. აბა 400 მმ მაქვს ჩართული თავიდანვე. ეხლა მივდივართ 47 კმ/სთ სიჩქარით. ხედავთ, რომ უკვე გავედით თითქმის კილომეტრზე და no
რაიმე პრობლემას. ავედით ერთ-ერთ ეკლესიასთან, რომელიც როგორც ჩანს, ჩვენგან არის კილომეტრსა და 150 მეტრში, კი ბატონო. წავედით ნელა მარჯვნივ. თავარი არის, რომ აი ანტენა, აი ახლა დავიჭირე კარგად. ავედი საბაგიროსთან, როგორც ხედავთ. არც ერთი კავშირის პრობლემა არ გვაქვს. ორივე კავშირი იდეალურთან ძალიან ახლოს არის. აქ მოდი ძალიან აღარ გავუთავამდები, იმიტომ იმდენი ანტენები რაღაც. All signal critical. აჰა. ეს მოხდა ახლა იმის გამო, რომ ჯერ მე ჟიმჟიმი დამწყებოდა. მეორე, იმიტომ რომ დრონმა და პულტმა მიიღეს ისეთი ფორმა ერთმანეთის მიმართებაში, რომელიც არ აღიქმნებოდა კარგად. რამდენზე გავედით, ანუ რაღაც კილომეტრი და რაღაცაზე ვიყავით ხოლმე გასულები. დრონი თავისუფლად მოფრინავს. ხედავთ, რომ ვიდეო კავშირი იდეალურია. მოდი ზემოთავალ, იმიტომ რომ ახლა ნამიტანი გავთავმავდი და ხმათ ვიყავით ჩასული. შევართ აი იგერ ზუსტად ვზივართ იქ. აი ეს არის ბათუმი. ისაც გაინტერესებთ, სად დავფრინავთ. აი მეტ სიმაღლეზე არ ავალთ, მიუხედავად იმისა, რომ ახლა 200 მეტრზე არ ვარ არანაირად. ზედაპირიდან, მაინც 200 მეტრს აჩვენებს აფრენის ადგილიდან ზომავს და იმიტომ. აი ზოგადად ყველა დრონი ეგრე არის, რო იცოდეთ. ხედავთ, რომ დრონი არის აი იდეალურ მდგომარეობაში, იდეალურად დაფრინავს. აი აბსოლუტურად არანაირი ხარვეზი არ დაფიქსირებულა. 400 მილივატი. ფიქრობ, რომ 25 მილივატით ჩვეულებრივად გავიდოდით იმ მანძილზე, რაზეც გავედით 400-ით, მეძეც გავიდოდით. და წავა ფრისტაილოდ, ბარემ ცოტა ეგარ. თიათ არ გავწურავ ეს უკვე ჩემი გამწერის პრეროგატივაა, რომ ეს აწვალოს და გააგიჟოს. თუმცა მინდა რომ ძალიან მარტივად გაიგოთ თუ რა შეუძლია ზოგადად FPV დრონს და დამიჯერეთ ეს შესაძლებლობა არის 145 კმ/სთ-ში იყო ახლა. მეტიც შეუძლია დამიჯერეთ, რომ ახლა მეტი აღარ გავწურე. მით უმეტეს ბატარეას, რომელსაც 150-ის სირეითი აქვს. პირდებით საკმაოდ დემოკრატიულია ფრისტაილისთვის. და ინერციაც იდეალური აქვს. აი ბატარეა და თვითონ დრონი არის იდეალურ სინერგიაში ერთმანეთთან. და რაღაცა მკბენს ფეხზე. და მე რა, მან პრობლემა, მაგარანაირი პრობლემა. გავედი ცოტათი, ჩავრთე სახში დაბრუნება. აუ, შეგნიდა წარე იყო. როგორ კარგად მოდის. აბა, ნახოთ მეორე ჯერაც თუ გაგვაგიჟებს. მიდი რა, მიდი გეხვეწები, მიდი. კარგია, კარგად ეშვება. მიდი. აი ნახეთ რა, კარგად ჩამოდის. მიდი, ბოლომდე. იჟია ჩემი კაი. ასე იდეალურად რა ცხოვრებაში მე არ დამისვი. ანუ FPV-შნიკები ასე ქვია, დრონის დასმას უზახით კონტროლირებად ვარდნას და ეს გიჟია, მისიჯდება ჩემზე უკვე. ანუ 4 წელია დავფრინავ. ეს ნორმალური ხო ხარ შენ ბიჭო რა არის, რა საქციელი. ანუ ვისი ხარ? ვიცი ხარ? იმას როგორ უხარდება ხა ვიდეოს რო დახავს სამკე. ბატარეა საერთოდ თბილიც კი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ კაი მოშნათ ვაწვალეთ წეღან. რა ვიცი. რა უნდა ვთქვა ახლა? რა შეჯამება უნდა გავაკეთო? დრონია, რომელიც აი კანფეტიო რო იტყვიან, შეუძლია სწრაფად ფრენაც, შეუძლია შორსაც ფრენა, შეუძლია ფრისტაილიც, იდეალურად აქვს დაყენებული GPS rescue და შესაბამისად fail save-ი თუ დაკარგავთ კავშირს პულტთან თვითონ დაბრუნდება აი ასე როგორც ახლა დაბრუნდა. მეტი რა უნდა გინდოდეს დრონისგან, ახლა ვერ გავიგე. ძალიან კმაყოფილი ვარ, მართლა. ასეთი კმაყოფილი არც ერთ ჩემი დრონით არ ყოფილი ვარ. ნუ ახლა iFlights ხარისხი, ნუ high level-ია ყოველთვის. თუ გინდა შეძინა, იცით სადაც უნდა მომწეროთ. არ ვიცი, ზუსტად სად უნდა მომწეროთ, შეიძლება Hagrid-ზე მიგითითოთ, შეიძლება Skybit-ზე მიგითითოთ. Skybit ეს არის ჩვენი მაღაზია, რომელიც ცალკე გვერდად გავაკეთეთ, ცალკე საიტი შევქმნით Skybit-ის. იმიტომ რომ Hagrid-ზე რო დავწერე, რომ მომწერეთ და გეხმარებით თქო, 250-მდე მესიჯით, თუმცა მეტიც შეიძლება შემომივიდა და ძალიან ბევრი ადამიანი შევეცადეთ დავხმარებოდი და მაქვს უკვე ფიდბექი რომ ბევრს გამოადგა ჩემი რჩევები. მადლობა, მიხარია რომ ასე არის. მაგრამ რაღაც განსხვავება უნდა მივცეთ, ეს ბლოგი ცალკე მინდა იყოს და ცალკე მაღაზია მინდა იყოს, რომ სადაც შევძლებთ, რომ იქ ხალხიც იქნებიან. და შეძლებენ თქვენზე კითხვებზე პასუხების გაცემას. უმეტესად მე ვიქნები თავიდან, მაგრამ ხოებიც იქნებიან, მასშტაბირება საჭირო არის. რა დარჩა? ეს ვერ გამომირთ. რა დარჩა და long range ლიონით და GoPro-თი. აბა ვნახოთ როგორ იფრენს ამ ძიმე სეტაპზე. ყოველს ამით დავიწყოთ. ერთი ადგილი მქონდა, სადაც ამ მქონდა დანასხვენი რა. აი კოჭის ძირში. მომაგნო, ბათუმელი კოღოები. ესენი არიან გენოციდის, აი საშინელი ხალხი. მე არ ვიცი ძმაო რა. თბილისელი კოღო ეგეც კი არის კადრებში. ბათუმელი კოღოები, ეს ზებრა კოღოებია რა, კიდე რაღაცა კოპლები და ისინი. რა, ფენსი ტიპები არიან, რაღაცა გავარდნილები, ბლოგერები არიან, მოჭველი ეგინიცა ბლოგერებს ყვნენ მარტო. ჩემი ბრალია მე რო გავხდი ბლოგერი, ამი ბლოგერებოდა. როგორც იტყვიან, კლასიკური FPV-ის
ნუ ბატარეას თუ არ ჩავთვით. ოკეი, ამას ჩავრთავ, ამას შევაერთებ და მოვალ ეხლავე დავდებ, ცოტა შორსდებ ამას. როგორც ხედავთ, რომ ხეებში არ მიცედი ხეებში რომ არ გაეკვეხოს. სატელიტებს ველოდებით, ცა? იმას ვნახავ მაინც. გეჭვი მაქვს თუ რატო არ იჭერს ეს? იმიტომ რომ ანტენა ეფარება. თვითონ არის დახრილი. გამოვერთოთ და შევაერთოთ. ესეც ასე. და კი ბატონო, სწორად მეგონა. ეუნები ბიჭო, გენიოსი ვარ. ამ საქმეში ვარ პროფესიონალი. ჩემი თავი დავკარგე. სად არის? წავიდა. წაუს სინემატიკო. და ასე მთავრდება ჩვენი დღევანდელი ვიდეო. ძალიან პოზიტივზე, ბევრ პოზიტივზე, რომელ კამერაში ვუყურო და თუ შენ გინდა ისწავლო ფრენაი ასე, მოიმზადე მალე სკოლას დავიწყე. თუ გინდა შეეძინო ასეთი დრონი, რა თქმა უნდა, იცი სადაც უნდა მომწერო, რაღაც უნდა მომწერო, მაგრამ სად არ ვიცი ჯერ აღწერაში მექნება. კაი, გევიგი. კაი და თემას გამოვერთებ. ამასაც გავთიშავ და უკვე შენ იცი, რომ ჰაგრიდი გთავაზობს საუკეთესო დრონებს, გთავაზობს საუკეთესო მომსახურებას, საუკეთესო ხარისხს, შემოწმებებს, კონსულტაციებს და ზოგადად უნიკალურ რაღაცას. FPV ბლოგერი ვარ. არა მარტო FPV, სხვადასხვა სხვა ტექნიკაც მინდა დავაბლოგერო, მაგრამ ჯერჯერობით FPV-თ შემოვიფარგლებ. დღეს მინიმუმ აქ, არ ვიცი ვიდეო შეიძლება გავაგრძელო, დავასრულეთ. ეს იყო სულ, რაც მინდოდა მეთქვა, გადმომეცა, მეჩვენებინა და წინ ბევრი საინტერესო რაღაც გველი ზოგადად. ამიტომ შემოკარგო შენ, აი ხა შენ რომ მიყურე და როგორ გადაგიწყვეტია, გინდა თუ არა FPV დრონი, მე გეუბნები რომ გინდა, გჭირდება, არა მარტო შენ, არამედ მთელს საქართველოს. ყველა FPV პილოტები უნდა ვიყოთ. არ მაინტერესებს არაფერი. DJI. არ DJI-ს კაია, კაცო, DJI-ს ასვერჩ, მეც მინდა DJI კაი ხარისხიანი ვარ. ძვირი. FPV-ით კი შეიძლება გადაიღო უფრო მეტი რაღაცეები, ვიდრე უბრალოდ DJI-ით. და პირიქით ასე თქმა უნდა. თუმცა მე შემიძლია ჩემი FPV-ით გადავიღო ის, რასაც DJI-ს გადაიღებს. ნუ ზუმის გარეშე რა თქმა უნდა. დორჯერ გადამიყია. ხო. როგორც ხედავთ, მარტო მე და ძროხები ვართ. მარტო სული ადამიანია ჰაგერით. მადლობა რომ ვიდეოს უყურეთ. არ ვიცი ბოლომდე უყურეთ თუ აქამდე გადმოახვიეთ და ახლა უყურებთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც დიდი მადლობა ყველას. შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში. როგორც ხედავთ, აგვისტოს სიცხის მიუხედავად, მაინც ვიღებ ვიდეოებს. და კიდევ ბევრი მაქვს, გადაღებული მაქვს უკვე და არ ვიცი თუ მაქვს გამოქვეყნებული ამ ვიდეოს გამოქვეყნების მომენტისთვის, მაგრამ დამეჯერეთ ბევრი ვიდეო იქნება. ძალიან ბევრი. და საინტერესო. შევხვდებით შემდეგ ვიდეოებში ჰაგრის ტეჩზე. კარგად.